მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. თქვენ თავად ხედავთ, რა ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე, გასულ კვირას ჩვენ საუბრობდით იმ მარგინალ ძალებზე, რომლებმაც თავი წარმოაჩინებს იმ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც იმართება და ჩვენ ხედავთ ფაქტობრივად ლუსტრაციას ნაცმოძრაობისა და იმ დამნაშავე რეჟიმისა, იმ დაკითხვებიდან, როდესაც ჩვენ ვნახეთ ზაზა გოგავას, მამუკა ყურაშვილის, ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის ჯანაშვილის განცხადებები და ფაქტობრივად უკვე არის მზა პროდუქტი ნიურნბერგის პროცესისათვის. პრინციპში ჩვენ ისედაც ვიცოდით ეს ხალხი რაც იყო, მაგრამ თავად აღიარეს ის, რომ მოსახლეობა დატოვეს დაუცველი, ის რომ მაგალითად მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იყო ქვეყნისთვის საზიანო, უტიაშვილის მიერ სახალხო დემონსტრირება იმ პოზიციებისა, რომელიც ადვილი სამიზნე იქნებოდა. დღეს საღამოს 10 საათისათვის ქართული ჯარები მთლიანად აკონტროლებენ ქალაქ ცხინვალს. ქალაქ ცხინვალის ახლომდებარე ყველა სიმაღლეს, მათ შორის თლიანყანას, სარაბოს. აკონტროლებენ ასევე სოფელ დმენის. მთლიანად ჩვენს ხელშია ზნაურისა და ახალგორის რაიონები. დიდი ლიახვის ხეობა. უგესალმებათ ქართულმა ჯარებმა ამ ტერიტორიების უმეტესობა ჯერ კიდევ გუშინ დაიკავეს. მას შემდეგ მათი განხორციელდა შეტევა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ სადრაკო ჯარების მხრიდან. შეტევა იქნა მოგერიებული წარმატებით, გარანტირებული იქნა მოწინააღმდეგის 40-ზე მეტი ტანკი. მას შემდეგ რუსეთმა გადმოსცეს დესანტი, დღესდღეობით და დესანტის მეშვეობით სადეს ხეობის უფლების ხელში ჩაგდება. ეს ოპერაციაც ქართულმა ჯარებმა მოიგერიეს წარმატებით. მოკნულია დაახლოებით 60 რუსი დესანტე. ამ წუთისათვის ქართული ჯარები კიდევ ერთხელ მიიწევენ წინ და შემდეგი სამიზნე ჩვენი ჯარების იქნება ქალაქი ჯავა და შემდეგ უკვე როკის გვირაბი. ჩვენ დაღუპული ყავს 45 ჯარისკაცი და 37 მშვიდობიანი მოქალაქე. რაც შეეხება კოდორის ხეობას. დღეს დილიდან კოდორის ხეობაზე მიტანილი იქნა საავიაციო იერიში. დაბომბილია კოდორის ხეობაში მიმავალი გზები. მიუხედავად ინტენსიური დაბრუნებისა, მოგახსენებთ, რომ ქართულ მხარეს არ არიან არც დაღუპულები და არც დაჭრილები და ჩვენ მზად ვართ მოვიგიეროთ მოწინააღმდეგის ნებისმიერ იერიში. იაკობიშვილის მოღალატოებრივი ქმედებები, როდესაც მან ერთხელ არ ჩავიდა ცხინვალში და არ მიიღო მონაწილეობა საქართველოსთვის რაღაც გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში. იაკობაშვილი ხშირად დადიოდა იქ? არა. ანუ არ იყო მისი მოვალეობა იქ ყოფნა? კი. და რამდენჯერ გყავთ ნახი, რაც იაკობაშვილი მინისტრი იყო ამ შერიგების საკითხებში? ერთხელ. ერთხელ. ანუ ერთხელ ჩამოვიდა რამდენი ხნის განმავლობაში? რამდენი ხნის დანიშნული იყო. ხშირად ჩამოდიოდა მაშინ. აბარას ხო ვიქნებ მოგვაწოდოთ ზუსტად რო საიდან სანამდე იყო დანიშნული რომ გავახმოვანოთ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი რომლის მოვალეობა იყო რომ იქ ყოფილიყო დღე და ღამე ერთხელ იყო ჩასული მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში. თუმცა კარგად გვახსოვს მისი განცხადებები SKK და არავითარი SKK არ იქნებაო და რამდენი დამაზიანებელი იყო თქვენი აზრით ეს განცხადება? ბატონო? კატასტროფული დამაზიანებელი. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ეხლა შეწყდეს სისხლის ღრა, შეწყდეს უაზრო წინააღმდეგობა, რომელიც იწვევს ზედმეტ მსხვერპლს და ალბათ მოვიდა დრო რომ გაათვითცნობიერონ რომ ეს არ არის ის ომი, რომელსაც ისინი მოიგებენ და ზედმეტად ხოცავენ საკუთარ ხალხს და აწოლებენ საკუთარ ხალხს. და ეხლა არის მეოთხე სერია, რომელსაც რუსებმა ყველაფერი რაც კი ჰქონდათ იქით განთავსებული, ყველაფერი შემოყარეს რეგიონში, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენგან მოითხოვს გონიერ მოქმედებას. ჩვენ არ ვაპირებთ რომ ჩვენი ჯარისკაცები ვიღაცას შევაკლათ ისე რაღაც უაზრო გმირების გულისთვის, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ ისეთი ტაქტიკური გადანაწილება, როდესაც ჩვენ ავირიდებთ მსხვერპლს ჩვენი მხრიდან და შეგვეძლება და გვექნება იმის საშუალება, რომ რიცხობრივად მეტ ტანკებს და რიცხობრივად მეტ ძალას გაუმკლავდეთ სხვანაირი მეთოდით და სხვანაირი ტაქტიკით. აი ეს არის რაც ხდება ამჟამად უშუალოდ ცხინვალის რეგიონში. არანაირი უკან დახევა, არანაირი გამოსვლა, არანაირი წაგება, არანაირი რაღაც ესეთი სიტყვები ამ რეალობას არ შეესაბამება. ჩვენ ვართ
მედგრად და არ ვაპირებთ არანაირ უკან დახევას. ასევე მნიშვნელოვანი სხვა ნიუანსები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებებზე. არსად სოფლიოში ქვეყანა არ არსებობს, სადაც საჯარისო ნაწილების შესვლა არ შესვლის საკითხს, მაგალითად ჩინაგან საქმეთა მინისტრი წყვეტდეს და ესეთი რამ გააკეთა ვანო მერაბიშვილმა, როდესაც მაგალითად ჯანაშვილს უთხრა, რომ ცხინვალში უნდა შესულიყვნენ. ბატონი ვანო, ბატონი ვანოც იყო კი. თქვენ მიიღეთ დავალებები. ვინ გასცა დავალება? გვარი სახელი. სავარაუდოდ არ მახსოვს, იმიტომ რომ რუკასთან იდგა გენშტაბის უფროსის მოადგილე. უნდა გავსულიყავით რაღაცა პუნქტზე, სადაც უნდა რაღაცა პუნქტი, რომელი პუნქტი? ცხინვალის დასავლეთი მიმართულება იყო ჩვენი დავალება. და რა უნდა გაგეკეთებინათ დასავლეთი იქ უნდა მიმართულება? განთავსებულიყავით და დავლდებოდით შემდეგ დავალებას. გამყოლიც გაგვაყოლეს, მაშინ კარგად მახსოვს. თავდაცვის სამინისტროდან შეერაღებული ძალებიდან ტექნიკამ ვერ გადაიარა ის ადგილი. და გარკვეული ხანი შევეცადეთ, რომ ჩვენით გაგვერკვია და არ გამოგვივიდა და შემდეგ მივიღეთ მეორე ბრძანება, რომ ზემო ნიქოში ავსულიყავით. გათენებული არის. ცოტა ხანში მე დამირეკა მინისტრმა და შემეკითხა, რომ რა შევით სადახართო. თქვა რა ნიქოში ამოვიდეთ, ეხლა ცოტა დროზე შეგით ქალაქშიო რა. ბრძანება მივიღეთ და რომელ ქალაქში? ცხინვალში. ფაქტობრივად ეს არის კიდევ ჯერ ჟურნალი, კიდევ უამრავი აღიარება და უამრავი დანაშაულის შესახებ მალე გავიგებთ და აი ამ ფონზე, როდესაც ლუსტრირება ხდება იმ დანაშაულებრივი სისტემისა, რაც ხდებოდა ქვეყანაში, გამოდიან აი ეს საშინელი ძალები ქუჩაში, აი როდესაც ეს კომისიის ხდომა მორჩა, განსაკუთრებით მამუკა ყურაშვილის დაკითხვის შემდეგ და ხალხი უნდა ჭკუიდან გადასულიყო თუ ვისთან, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც უძაღლო ქვეყანაში კატებს აყებდნენ და ორი ბატი რო ვერ უნდა ჩააბარო, ისეთ ხალხს ებარა ქვეყნის საჯარისო ნაწილები და რომლებმაც გამოიწვიეს ქვეყანაში ეს დიდი საშინელება, რაც 2008 წელს დაგვემართა. დღეს ეს ხალხი გამოდის და ყვირის ანწუხელიძე და ყვირის იმაზე, რომ ჩვენ გმირებს უასამართლებენო. ახლა თქვენ ხედავთ, რომ სტუდენტები არიან შეკრებილები აქ, ეძახიან მონებო ყველას, ვინც ახლა ამ კომისიაში იღებს მონაწილეობას და მათი სათქმელი არის უცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არ აქვს იმის უფლება დღეს ასე ექცეოდეს ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ღირსება დაიცვეს. მონებო და რუსებო, ასეთი არის მათი შეძახილები, ისინი პლაკატებით არიან აქ წარმოდგენილები. აქ ხედავთ ასევე თეა წულუკიანის პლაკატს, აი ასეთია, რომ დავანახოთ მაყურებელსაც. ეს არის ჯორჯ ორუელის ნაწარმოებიდან, ცხოველების ფერმიდან და ისინი მუდმივად აქცენტირებენ იმაზე, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ქართულმა ოცნებამ, საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში სწორედ ჯორჯ ორუელის ნაწარმოებების სცენარები მოუწყო, ამ სცენარებით აცხოვრებს და რომ ისინი ამის უფლებას არ მისცემენ არავის. ჩვენ ახლა ვხედავთ აქ მოქალაქეებისა და პოლიციის შელაპარაკებას. გამარჯობა, რაზე გედავებიან, რო გითხრათ? არ ვიცი, სავარაუდოდ რომელიღაცა მონა უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან და იმათ დაცვას ცდილობენ. ეს პოლიცია ხო ხალხის მხარეს არ დგას. ეს პოლიცია დგას რუსული რუბლის მხარეს და რა ვიცი, ბორშის მხარეს. ისაც გოგა ხაინდრავამ საერთოდ იკატა და რასაც კადრობს ეს ადამიანი, ეს არის დამღუპველი, ეს არის არაკაცი, პირდაპირ ვამბობ, ეს ადამიანი არის მოღალატე. გამოვიდა აქ და გვეუბნებოდა 2008 წლის ომის დროს მკოცრი ნარატივი რაც არის, ჩვენ სად ვიყავით მაშინ და მაშინ ჩვენ ბავშვები ვიყავით, როდესაც თვითონ ქვეყანას ღალატობდა და აფხაზეთშიც როდესაც ღალატობდა და ეხა არის ჩვენი ერთიანობის დრო, რომ ასეთმა ადამიანებმა, რომ ესეთი ადამიანები თავზე არ დაგვაჯდნენ და რომ ესეთმა ადამიანებმა ჭკუა არ ასწავლონ ჩვენს გმირებს და ჩვენს გენერლებს, რაც დღეს ვნახეთ. ტელევიზორიდან ვერ უყურებ, როცა რაღაც საკანონმდებლო ორგანოში რაღაც ეგრეთ წოდებული კომისია იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, საუბრობს ისე, როგორც სურს რუსეთს, ხო? ეს არის უმსგავსობა, ეს არის რაღაცა ქართული ერთვის ღირსების შელახვა და შეუძლებელი ამას უკროს შორიდან რა, ამიტომ არ დღეს გამოსულები. ჩვენ ნახეთ, რომ გოგა ხაინდრავაძე ჯერ სიტყვით გამოდიოდა ეგ და რაღაც თითქოს მორალს გვიკითხავდა ის ადამიანი, ვინც რა ვიცი, საქართველოს გაყიდული აქვს, ასე ვთქვათ, ხო? და ნახეთ, რომ სტუდენტებმა საკადრის პასუხი
არასდროს შეახსენეს მათი დანაშაული. ეს აუცილებლად უნდა იგრძნოს ყველა ერის მოღალატემ, რომ ისინი არიან, ისინი ვერ გაივლიან, ვერ იქნებიან ამ საქართველოში თავისუფლად. კრემლის ფილიალში მიმდინარეობს ქართული გენერლების და ქართული არმიის გასამართლება. ჩვენ უბრალოდ ვერ შევეგუებით ქართული არმიის გასამართლებას, იმ ადამიანების გასამართლებას, რომლებმაც 2008 წელს დამოუკიდებლობა შეგვინარჩუნეს, სახელმწიფოებრიობა შეგვინარჩუნეს, ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც და რა თქმა უნდა ჩვენ მოვოდით იმისათვის, რომ ეხლა რომლებიც კრემლის ფილიალში შედან, მათი ადგილი არა მხოლოდ აქ, არამედ არის ციხეში და ძალიან მალე ისინი ჩასხდებიან ციხეში, აგებენ პასუხს სახელმწიფო ღალატისთვის. პირიქით, აი ეს მოღალატეების პასუხისგებაში ციხეში გაშვებას უნდა ითხოვდეს ადამიანი, თუ კი მას სამშობლოზე გული შეტკივა და ჩვენ ვნახეთ აქციები პარლამენტთან, როდესაც ეს საკომისიის ხდომა მორჩა პარასკევს. ეს როგორც ყოველთვის დღეს უბრალოდ ღია ეთერში ხედავით აქამდე პოლიცია დაასამარეს, დღეს პირდაპირ ეთერში ასამარებდნენ ჯარს, ქართულ ჯარს და არის ქრონიკა, ღალატის ქრონიკა, ყოველდღიური. მე არ ვიცი მეტი რა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში. აი აღა უნდა მოხდეს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი და სიტყვებიც აღარ მყოფს მართალიობით ხო? აღარ ვიცი რა უნდა ვთქვა. ადამიანებსა და მათ შორის ამ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცველებს შორის ნიკო, აი ჩვენ დღეს ვიხილეთ საოცრება, ხო? ეს არის რაღაცა მორიგი დევნის ქრონიკა, ადამიანებზე მორალური ზეწოლა, მორალური ტერორი, დაკავებების მცდელობა. ელენე ხოშტარია ძალის გამოყენებით ჩატანეს დაკავების მანქანაში. შევაფასოთ ეს მოცემულობა და ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან სახის ამ დონეზე დაკარგვა. პირველ რიგში სიმპტომატურია ის რაც ხდება დღეს მთელი დღის განმავლობაში აი თვით გამოცხადებული პარლამენტის შენობაში და ზოგადად ბოლო დღეების განმავლობაში ეს არის მართლა გამოცხადებული ეროვნული ღალატის ქრონიკა და გარდა ამისა ეს არის ემოციურად მძიმე ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ფორმდება ჩვენი გმირი მებრძოლების დაღუპული გმირების ფაქტობრივად სულში ჩაფურთხების აქტს ვხედავთ ხო ბოლო დღეების განმავლობაში და შულავერის კომიტეტს ვადარებთ ხოლმე 21 წლისას, რომელსაც ჰქონდა ამბიცია და გეგმა და დავალება კრემლიდან, რომ ამოეტრიალებინა ქართული სახელმწიფო წესრიგი და გაეცითლებინა ეს ქვეყანა. ამას ვადევნებთ სინამდვილეში ბოლო დღეების განმავლობაში. აქ და გოგა ხაინდრავა და წულუკიანი და სუბარი, რომ ასამართლებენ საქართველოს, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, როგორც არ უნდა შეფუთონ, რა სახელიც არ უნდა დაარქვან ამ კომისიას და აი ამ მოსმენებს. ეს არის საქართველოს გასამართლების პროცესი მტრის წინაშე და ამას ბუნებრივია, რომ მარტივად და ესე მარტივად ემოციურად ადამიანები ვერ შეხვდებიან. ყველა ნახა კადრები, როცა გოგონას ხელში ეჭირა ანწუხელიძის პლაკატი, რომელზეც ეწერა ანწუხელიძე ცოცხალიაო. ათრიეს და ისე წაიყვანეს არ ვიცი. ეს ყველაფერი არის. აი არ ვიცი. ზღვარი იმ რომლის იქეთ უკვე აღარ შეიძლება. ან ამ ხალხმა აქ უნდა გამოვიდეს და საბოლოოდ უნდა დასრულდეს ეს ხელისუფლება, ან ჩვენ ხვალ ვიქნებით იმ საშინელ ჭაობში და იმაზე უარეში, რაშიც ჩვენ წლების წინ ვიყავით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. არავინ არ დაიჯეროს, რომ ის იმ განცხრომაში იქნება თუ ამას ბჭყალებში განცხრომა ერქვა საბჭოთა კავშირში. დღეს რუსი სხვანაირად გიყურებს, ის ქართველს არ გაახარებს ქვეყანაში. ქართველი აქ არ იქნება და ამ პოლიციელების ნაცვლად იქნებიან წითელპაგონიანი რუსი ომონი. ამიტომ ყველას მოუწოდებ, დღეს ის დრო არ არის, ჩვენ რო დავდგეთ და აი ესეთი დაყოფილი ვიყოთ. პოლიცია და ხალხი, აი ესეთი დაყოფა არ შეიძლება. ერთად უნდა დავდგეთ, იმიტომ რომ თქვენს ადგილას სხვა იდგება, სხვა ჯიში, სხვა ერის, რომელსაც ქვია ღორი რუსი. კი ბატონო, დიდი მადლობა. ეს იყო ნადიმ ხმალაძის კომენტარი. გოგონა ანწუხელიძის პლაკატით პოლიცია მათრია, მას სწორედ ეს სიტყვები თქვა, რაც არის ალბათ ყველაზე კარგი შეფასება დღევანდელი დღის. ნანუკა ჟორჟოლიანი არის ახლა ჩვენთან ერთად და მის პოზიციასაც მოვისმენთ. ნანუკა, ჩვენ დღეს ვნახეთ, ახლა თქვა ნადიმ ხმალაძეს და შეიძლება მისი ციტირება მოვახდინოთ, როგორ ათრია გოგონა ანწუხელიძის პლაკატით პოლიციამ. ისი ნიშანია ეს და რას გეუბნებათ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამ და სხვა ძალადობრივი ქმედებებით? მოდი დავიწყოთ თია წულუკიანის სამარცხვინო რუსების. თია წულუკიანი არის რუსი
აი იმ გოგა ხაინდრავა როგორ შეიძლება საერთოდ ვინმე სასამართლებდეს ან იმის უფლებას ვაძლევდეთ მოიქცეს ისე როგორც მოიქცა როდესაც ეგრეთ წოდებული არ ვიცი რა მთავრობის წევრები თუ საერთოდ რას ვუყურებთ და რაზე არ უბრაზდებით მაგრამ არა ნახეთ რა შედეგი და რა რეაქცია მიიღეს სოციალურ ქსელში მიიღეს უდიდესი რისხვა მათ შორის ისეთი ადამიანებისაც კი რომლებიც აქამდე კომენტარის ფრთხილები იყვნენ მაინც ცდილობდნენ რომ რადიკალური განცხადება არ ეკეთებინათ იმიტომ რომ მე არ მჯერა რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობაში არიან ის ადამიანები რომლებიც ამას აიტანენ არ მჯერა წარმოუდგენელია და შესაბამისად ასეთი გაბრაზებული ახალგაზრდობა ბოლოს როდის ნახეთ რუსთაველზე მოდით ვიყოთ გულწრფელები ჩვენ ხო ვიცით გუშინ წინ რა პროცესები იყო რუსთაველზე სადღა იყო ესეთი სიბრაზე ჩვენ ვართ ქართველები ემოციური ადამიანები ბრაზდები და მერე გაგვდის მაგრამ დღეს ხელახლა გააბრაზდეს ეს ახალგაზრდები და გამოიყვანეს და ერთი ახალგაზრდა გოგო დააკავეს რომელსაც ეჭირა ხელში პლაკატი რომ ანწოხვალიძე უყდავია და მიიღეს 100 ასეთი პლაკატი ასე რეაგირებს საქართველოს სამშობლოს ღალატზე და აი ამ ძალასთან შეიძლება საქმე გქონდეს ჩვენ რო ქვეყანა გქონდეს ჩვენ რო დავითის და თამარის ქვეყანა გქონდეს აი ძელებზე გასასმელია ის ხალხი ვინც რუსთაველზე გამოვიდა და სკანდირებდა იქ რო თურმე ეს ხელისუფლება პრორუსულია და რუსულ საქმეს აკეთებენ აი ეს ავანტყოფი ხალხი რომლებიც ქუჩაში ყრია აი სრული ამ სიტყვის ესენი არის ბიომასა ესენი ადამიანები არ არიან ვინც კიდე მოღალატეებს გვერდში დაუდგები ის ადამიანად არ შეიძლება იწოდებოდეს დღეს ჩვენ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვექნება საუბარი პროფესორთან ანალიტიკოსთან ბატონ დავით კუხალაშვილთან რომელთანაც საუბარს სწორედ აი ამ თემით დავიწყებთ მოგესალმებით ბატონო დავით მოგესალმებით მადლობა მოწვევისათვის აი თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭათ როდესაც მოისმინეთ იმ ადამიანების გამოკითხვა აი ამ საგამოძიებო კომისიაში პარლამენტში როდესაც ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებები ვნახეთ ადამიანებისა რომლებმაც ფაქტობრივად დანაშაული ჩაედინეს რომ მოსახლეობას თუ ვერ ატყობინებ იმის შესახებ რომ გამოვიდნენ კონფლიქტის ზონიდან რომ არასწორი მოქმედებები იყო მათი აი უშუალოდ ომის დროს აი ამის მოსმენის შემდგომ თქვენ რა გზნობები დაგეუფლათ და საერთოდ რა შეფასებას გაუკეთებთ პირველ რიგში მაინც ვფიქრობ რომ განსაკუთრებით სამხედრო მაღალჩინოსნების ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნების გამოკითხვის დროს ვფიქრობ რომ მაინც ისინი გარკვეულწილად დაზოგვის რეჟიმში იყვნენ და არ იყო ისეთი შეკითხვები დასმული რაც უფრო კიდე ნათელსურად მოხმენდა ყველაფერი იმას რაც ჩვენს გვაინტერესებს ზოგადად და აინტერესებს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს თავარი და მნიშვნელოვანი კითხვა რომელსაც მე დავსვამდი მე რო იქ ყოფილიყავი იქნებოდა ის რომ ზოგადად არსებობდა თუ არა ოფიციალური დოკუმენტი რომელიც აუცილებლად სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ევაკუაციასთან დაკავშირებით. ალბათობის მაღალი ხარისხით ესეთი ტიპის დოკუმენტი არ არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად საქართველოს ამ შემთხვევაში იყო მოწვად მდგომარეობაში და შესაბამისად რა ფუნქცია აქვს ამ მომენტისათვის, თქვა სადაზორო და კონცადაზორო სამსახურებს, რომლებსაც წინსრები ინფორმაცია უნდა გააჩნდეთ ყველა მოქმედებასთან დაკავშირებით და უნდა არსებობდეს კოორდინაციის მჭიდრო გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა მოსახლეობის გამოყვანა, ვფიქრობ, რომ ესეთი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობდა. ეს არის ვფიქრობ მაღალი დონის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება და ვფიქრობ ამაზე უფრო მაღალი აქცენტებია გასაკეთებელი. ესეთი ტიპის გეგმები უნდა არსებობდეს სახელმწიფოში, მათ შორის საიდუმლო პირებით. ის გათვლილი უნდა იყოს არა მარტო სხვადასხვა საგანგებო და შემთხვევების დროს, მათ შორის საომარი მოქმედებების დროს. ამიტომ გენერლებმა რა პასუხიც გასცეს ეს კიდე ზღვაში წვეთი არ კიდე ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ამ მიმართულებით დაიწყება გამოძიება, თუ კი გამოძიება გაამახვილებს ამაზე ყურადღებას, ვფიქრობ, რომ აქ უკვე დამნაშავეთა სპექტრი ძალიან გაიზრდება და აქ აღარ ექნება უკვე მნიშვნელობა უგულოვა იძლეოდა განკარგულებებს თუ ისა რა ქვია მერაბიშვილი ამას ასეთი არ ექნება. მე გეთანხმები თქვენ რომ რა თქმა უნდა მეტი კითხვები უნდა დაისვას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ეხლა კითხვებს სვამს არა პროკურორი, მოსამართლე თუ გამომძიებელი, ამეთ სვამს ამას პარლამენტარი და თან აქ
იმაზე პრეტენზია არავის აქვს, რომ აქ სრულყოფილად ყველა საკითხზე პასუხი გაეცემა და ყველა საკითხი მოიხსნება, ამას არავინც არ ელოდება, აქ უბრალოდ ძირითადი კონტურები უნდა გამოიხაზოს, რის შემდგომაც ეს მასალები, როგორც ვიცით, გადაეცემა პროკურატურას გამოძიებისთვის და უკვე პროკურატურამ უნდა გამოკვეთოს დანაშავეთა წრე, ასევე ის საკითხები, რომელიც შემდგომში გახდება საფუძველი, მე ვფიქრობ, ახალი ნიურნბერგის პროცესისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ფაქტობრივად არის სამხედრო დამნაშავეები, იმიტომ რომ ეს ხალხი ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღსადგენად კი არ იბრძოდა, არამედ იბრძოდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ კაცი რო იმას იტყვის, აი ხა გამოვიდა ყურაშვილი და ჩვენო აი და გინა გოგავა და ჩვენო ხალხი რო გამოგვეყვანაო, აი მაშინო რა სიტყოდაო საერთაშორისო ორგანიზაციებიო, ეს ხო შეფასდებოდა იმის იქითკენ წავიდოდა ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვითომ ომისთვის ვემზადებოდ. თუ ერთი მხარეს გაყავს თავისი მოსახლეობა ერთ მხარეს, შენ რატო არ უნდა გაიყვანო? აი, თქვენ რა ახსნას პოებთ აი ამ განმარტებას, რომ ჩვენ ეს რო გაგვეკეთებინა, მაშინ ეს აღიქმებოდა იმათ, რომ აი ჩვენ ომისთვის ვემზადებოდით. რამდენად სწორი იყო ეს განცხადება? ერთი მხრივ შეიძლება გამოჩნდეს, რომ ეს არის კომპეტენციის პრობლემა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აუცილებლად უნდა იმუშაოს ერთ მნიშვნელოვან ვერსიაზე, რომ ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული პროცესი, რათა როდესაც მოხდებოდა თქვა რაღაც კონკრეტული ქმედებები მეორე მხრიდან და დაიღუპებოდა ძალიან ბევრი ადამიანი, ეს იქნებოდა პროპაგანდისათვის მნიშვნელოვანი, დასავლური პროპაგანდისათვის და ხელისუფლებისათვის, იმიტომ რომ ზოგადად წარმოუდგენელია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ესეთი ტიპის მოქმედებებს ან შენ იწყებდე, ან სხვა იწყებდეს და შენ ვალდებული ხარ, რომ გქონდეს შესაბამისი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარო და არაფერს არ აკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად შენ საბოტაჟირებას უწევ იმ უსაფრთხოების პროცესს, რომელიც ქვეყანაში უნდა გქონდეს. მე მაინც ვფიქრობ, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ ის გარემოება, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რომ ეს ადამიანები იქ ჩარჩენილიყვნენ და ალბათობის მაღალი ხარისხით კონკრეტული ჯგუფისათვის, ვინც აქ არ არის მარტო შიდა ძალაზე საუბარი იმ ძალაზე, ვინც კონკრეტულად მართავდა ადგილობრივ ძალებს, რომ მიეღოთ მნიშვნელოვანი ეფექტი პროპაგანდის კუთხით, თუ ეს ადამიანები ჩაიხოცებოდნენ იქ. ვფიქრობ, რომ ეს ვერსია აუცილებლად განხილვას საჭიროებს, იმიტომ რომ ღია წყაროებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაციები, თუ გახსენდებათ, რომ როდესაც დაჭრილების თუ რაღაც ისეთ ტერიტორიებზე ჩარჩენილი ადამიანების, მათ შორის თანამშრომლების გამოყვანაზე იყო საუბარი, იქაც თავშეკავებული იყვნენ და ხშირად ურჩევნოდათ, რომ ისინი დარჩენილიყვნენ იქ რაღაც მსგავსებები და რაღაც თავსებადობა ამ პროცესს ერთმანეთთან აქვს და მაინც ვფიქრობ, რომ პროპაგანდისტვის იყო განწირული ეს ადამიანები. დიახ, მე გეთანხმები თქვენ და მოყვებით ამ ლოგიკაში, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა, რომ მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, მე აი გახსოვთ ალბათ ომი რო დამთავრდა, ვიღაც იდიოტი პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და კი ჩვენ წავაგეთ, მაგრამ რუსეთის სახე ვანახეთ მთელ მსოფლიოსო. ვითომ რუსეთის სახე და რუსეთი არ იცის მსოფლიომ რა ქვეყანა და თვითონ არ იძახიან რუსები, რომ მინიტაკიებელია პუშისტიეო და ვითომ ეხლა ამათმა ეს აქტივში ჩაიწერეს, რომ რუსეთის სახე დაგვანახეს ჩვენ. აი ესეთი იდიოტი პოლიტიკური სპექტრი მართავდა საქართველოს და მე არ ვიცი, კიდე კარგად ავართ გადარჩენილები, სიმართლე რო გითხრათ, ბატონო დავით, რომ ამათმა საერთოდ სრულად არ გაანადგურეს ეს ქვეყანა რა. ყველაზე სამწუხარო კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ჩვენ ევაკუაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვიცით, რომ გორში მოხდა მნიშვნელოვანი თავმოყრა რეზერვისტების. აი ესეც იმ სისტემის ბრალია, რომ ქვეყანას არ გააჩნდა სწორი განვითარების გეგმა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო კონკრეტულ შემთხვევაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, რა დონის მსხვერპლი შეიძლება დამდგარიყო იქ, როდესაც საუბარი 10,000-ობით ადამიანზე, რომელიც ქაოსურად მოხდა ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა რეგიონებიდან ბრძოლის ჟინით, იქ რომ მომხდარიყო, თქვათ, თავდასხმა ამ ობიექტზე, რამდენი ადამიანი იქნებოდა დაღუპული საქართველოს მხრიდან. ამიტომ ზოგადად რომ კოორდინირებული არ იყო სისტემა და ყველაფერი რომ გაუთვლელი იყო და ზოგადად ჩამოშლილი იყო სისტემა, ქვეყანა არ თავდაცვისთვის იყო მზად და არ ჩეტევისთვის. კი ბატონო, მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ აი მე სიმართლე რო გითხრათ, ვიცოდი რა ხდებოდა მაშინ და ინფორმაციებიც ჰქონდა
იმ გარკვეული მოპოვებული აი ამ გარკვეული სამუშაოების შედეგად, რომელიც ჩატარდა, ანუ ექსპერტული წრეების მიერ მოძიებული იქნა ეს ინფორმაციები და ეს ახლა პრინციპში ახალი არ არის, რომ შეცდომები იქნა დაშვებული იგივე მოსახლეობის ევაკუაციასთან მიმართებით, როდესაც არ იქნა გაფრთხილებული ხალხი და მიატოვეს და ის ხალხიც რო გამოვიდა, ეს ხალხი თავისი ნებით გამოვიდა, თავისი გარკვეულწილად რაღაცნაირად იყო ჩაღეს და რაღაც ინფორმაციები თვითონში მოიპოვეს, თორე ვერც ისინი გამოვიდოდნენ ფაქტობრივად, მაგრამ ერთი უბრალოდ რას ვფიქრობ, იცით რომ აი ეხლა აი ეს ომის გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს და ეს საკითხები ისმევა აქ თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს ყველაფერი მივა თუ არა უშუალოდ სააკაშვილამდე, იმიტომ რომ აი ეხა ეს ხალხი თავის თავზე იღებს ამ შემთხვევაში ვიღაცებს ცოტნე დადიანობა უნდა რა, ცოტნე დადიანობა, იმიტომ რომ ეხა გოგავა ყველაფერს თავის თავზე იღებს, მე სააკაშვილი არაფერ შუაშია, მერაბიშვილი არაფერ შუაშია, იგივე ამ ყურაშვილმაც იგივე გააკეთა განცხადება, მაგრამ რეალურად ჩვენ ხო ვიცით რომ ვინ ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს და აი ეს მასალები იძლევა თუ არა იმის საშუალებას და შემდგომი დაკითხვები, რომ თავარი დამნაშავე იქნას გამოკვეთილი. აი თუნდაც იმ ოფიციალური მიმართულებით, რომელზეც მე გესაუბრეთ და იმ ინფორმაციებით, რომელიც გაკეთდა, თქვა და იმ ჩვენებებით. რეალურად ყველა პროცესზე, რაც მოხდა საქართველოში, პასუხისმგებელი არის მთავარსარდალი. ამ შემთხვევაში ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი და ყველა მიმართულება მიდის მისკენ. იქიდან გამომდინარე, ეს ადამიანები ამას აღიარებენ თუ არ აღიარებენ, ყოველ შემთხვევაში ისინი აღიარებენ თანამონაწილეობას. ისინი თანამონაწილე არიან ამ პროცესში და მაშინ გამოდის, რომ აქ იყო ორგანიზებული ქმედება და ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ახალი გამოკითხვა კიდე დამატებით რო გითხრათ, რომ რაიმე ახალ სიახლეს მოგცემს, ეს არ იქნება ახალი ინფორმაციული ნაკადი, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებელი პირი იქნება ის, ვინც ზოგადად არის პასუხისმგებელი ვითარებაზე სახელმწიფოში. ეს არის სახელმწიფოს მთავარსარდალი და ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აი ხა ბევრი ლაპარაკობს, ხა სხვადასხვა სოციალურ ქსელებშიც, აი განხილვებშიც არის ლაპარაკი ამ ხდომებზე და ბევრი ამბობს, რომ აი პირდაპირ ეთერში ამის ტრანსლირება იქნება არ იყოს საჭირო. თქვენ პირადად როგორი აზრი გაქვთ? რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც აი ეს ყველაფერი ფაქტობრივად არის ყველას თვალთახედვის არეში, ამას უყურებს ტერიც, მოყვარეც და ყველა. აი რამდენად სწორი იყო ეს თქვენი ახსნა როგორია? მე მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ჩვენ 2008 წლის შემდეგ ძალიან ბევრი თაობა წამოვიდა, რომელთათვის ეს ინფორმაციული ნაკადები ცნობილი არ იყო. და შესაბამისად იმდენად მაღალი იყო პროპაგანდა, დასავლური, მავნებლური პროპაგანდა და შიდა ძალების მიერ განხორციელებული პროპაგანდა, რომ მოვლენები იყო აქმული სხვაგვარად. ეს პროცესები დადასტურდა და ეს განწყობები დადასტურდა სხვადასხვა მადესტაბილიზირებელი პროცესების დროს, რომელშიც მონაწილეობდა ახალგაზრდა თაობა და ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციული ნაკადებით მათ აქვს შესაძლებლობა რეალურად გაანეიტრალონ ის ინფორმაციული ნაკადები, რაც მათ ჰქონდათ და აქვთ კარგი ანალიზის საგანი, რომ რეალურად ისინი არ იქცნენ საკუთარი ქვეყნის დესტრუქციულ ძალად. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების, განსაკუთრებით სტუდენტების უპირველეს მოვალეობა არის ცოდნის მიღება, ინტელექტუალური გაძლიერება, რომ ინტელექტუალური ბრძოლის ფარგლებში ისინი იყვნენ საკუთარი ქვეყნის მნიშვნელოვანი პროდუქტი, ინტელექტუალური ძალა. ესე რომ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და დროული რამდენად არის ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯობს გვიან ვიდრე მარაზროს პრინციპით კარგი არის. ნუ აქ ეხა იმაზე იყო აქცენტი ახალგაზრდებმა რომ უნდა მოისმენონ ეს უდავოა, მაგრამ აქ იმაზეა რომ აი ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ამას როგორ გამოიყენებს, მე აი ამაზე იყო უფრო ხაზგასმა ტრანსლებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვი ქვეყნისთვის ხო არ გამოვა საზიანო, აი იმიტომ იყო ეს პოზიცია დაფიქსირებული, რომ პირდაპირ ეთერში რო გადაიცემა. მე გეთანხმებით, რომ ესეც იყო, მაგრამ მე ზოგადად მაინც შიდა მნიშვნელოვან პრობლემაზე ყოველთვის უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებ, იმიტომ რომ თუ ის ძალა არ მოხდა, იმ ძალის ნეიტრალიზაცია არ მოხდა, რასაც ახალგაზრდობა ქვია, ჩვენ არ აქვს ზოგადად დასაკარგი ახალგაზრდები და ვფიქრობ, რომ ისედაც
რაოდენობრივი სიდუხჭირის და სხვადასხვა სიდუხჭირების ფონზე ძალიან მასშტაბური კარგვა ახალგაზრდებისა. ვფიქრობ, რომ დამაზიანებლად იმოქმედებს სახელმწიფოზე და აქედან გამომდინარე, იმიტომ გავაკეთე აქცენტი. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ამ პროცესების საერთაშორისო ასპარეზზე გაჟღერებას, ეს არის მნიშვნელოვანი პრაქტიკულად პროპაგანდის შემცვლელი ქმედება, სადაც კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას, მათ შორის სხვადასხვა დიასპორებს, ქართულ დიასპორებს სხვადასხვა სახელმწიფოებში, თუ რა ვითარება იყო და ზოგადად რატომ იყვნენ არასწორი ის ადამიანები, ვინც ზოგადად მხარს უჭერდა ისეთ რეჟიმს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები გაყიდა. ჩვენ ეხლა ძირითადად სამხედრო დანაშაულებზე ვსაუბრობთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ერთ აქცენტს გავაკეთებდი აუცილებლად. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დამაჯერებელი იქნება ეს პროპაგანდა იმ შემთხვევაში, თუ ზოგადად გამოქვეყნდება ის ქონებები, თუ რას ფლობენ თუნდაც ის გამოკითხული პირები, რომლებიც გამოიკითხნენ და მე აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მოსთხოვოს ამ ადამიანებს რამდენად დასაბუთებული ქონება გააჩნიათ მანდ, შესაძლებელია ეს იყოს პირდაპირ მაკავშირებელი იმ პროცესებთან, რაც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს. ეხლა ახალგაზრდები ახსენეთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით მე ბატონო დავით, ახლა ჩვენ ადრეც გვისაუბრია წინა ეთერში პრობლემაზე, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდობას და მე გეტყვით თქვენ რომ რაც მილიონი კადრი რო აჩვენოს ტელევიზია, ნაცმოძრაობის დანაშაულებების და ამისი, ეს ახალგაზრდობა ვერ შეისრუტავს ამ ინფორმაციას ისე როგორც საჭიროა და გეტყვით რატო. აი მე პირადად ძალიან ბევრ ლექტორს ვიცნობ, ძალიან ბევრ სტუდენტს ვიცნობ, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ. და ლექტორების 90% არის იმ ძალის მსახური, რომელმაც ძალამაც აი სწორედ მოაწყო ის უბედურება ქვეყანაში და რომელმაც მიიყვანა ქვეყანა დაღუპვამდე. ეს არის სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი პროკურორები, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მოსამართლეები, სააკაშვილის რეჟიმის ბუჩქების თაობის წარმომადგენლები. პირადად აი მეუნებია სტუდენტები, ხა რა ვქნა, ისინი იმათ ვერ გამოვიყვან, მე დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ და ვერ გამოვიყვან აი აქ ეთერებში, რომ ვალაპარაკო, რომ აი ნებისმიერი თემა, მაგალითად პოლიტიკური სამართლებრივი იწყება იმითი, რომ ესე იგი ყველაფერში ჩვენ უნდა სწორება გავაკეთოთ დასავლეთისკენ, რომ ნაცმოძრაობა იყოს სწორი, რომ ეს ხელისუფლება არის ცუდი. აი ეს სამი პოსტულატი არის თითქმის ყველა დაწესებულებაში. ხა მეც ვიყავი სტუდენტი და თქვენც იყავით სტუდენტი და როდესაც აი ამის აგიტაცია მიდის უნივერსიტეტში, როდესაც ამის აგიტაცია მიდის ტელევიზიაში, უკვე ახალგაზრდა იმ სამთავრობო არხებზე მიღებულ ინფორმაციას თლად ბოლომდე ვერ ისისხორცებს, როგორც საჭიროა და არ ვიცი, აი თითქმის ყველა ეთერში ვლაპარაკობ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე. ჩვენ ვერაფერს ვერ მივიტანთ ახალგაზრდობამდე, იმიტომ რომ სოციუმი არის ესეთი. ახალგაზრდა არის მე უკვე აი ნებისმიერი ახალგაზრდა მეწოდება იმისათვის რომ ის არის ფაქტობრივად განწირული, იმიტომ რომ სოციუმი არის ჩამოყალიბებული ისეთი რომ ამ სოციუმში როდესაც შევა ახალგაზრდა რომელიც არა სრულწლოვანი ხდება, ის არის დაღუპვისკენ განწირული. და აქედან გამომდინარე აი ამ ფილმების ჩვენებებსაც და იგივე ამ კადრების ჩვენებასაც მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, ისეთი ეფექტი არ ექნება თუ კი ამ განათლების სისტემაში არ დავიწყეთ ნიურნბერგის პროცესს. ჩვენ ხო ვამბობთ ნიურნბერგის პროცესის სამართლე. ნიურნბერგის პროცესი პირველ რიგში განათლებიდან უნდა დავიწყოთ ჩვენ, რომ პასუხი აგოს იმ ხალხმა იმაზე თუ როგორ რა დონემდე მიიყვანეს ჩვენი ახალგაზრდები. აი ხა ეს რომ დამთავრდა გამოკითხვები, მე გაოგნებული დავრჩი, რომ მეგონა გამოვიდოდა ეს ახალგაზრდები და ბოდიშ მოიხდი და უიმე ეს როგორ შეგვაცინეს, რომ გამოვიდე და ანწუხელიძე გმირია უყვიროდე. ვინ ამბობს, რომ ანწუხელიძე გმირი არ არის, კაცო? და გამოდიოდნენ და ამ თავრობას აგინებდნენ. შედალოცვილო, რაც შენ მოისმინე ყურაშვილისგან, რაც შენ მოისმინე იგივე იმ გოგავასგან, ჯანაშვილისგან, იგივე ქარელისგან. ამის მერე როგორ შეიძლება კიდე აი ესე იგი ტვინის უჯრედები საერთოდ არ მუშაობს ამ ახალგაზრდებში. არ დახშულია ყველა ტვინის უჯრედი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გააკეთა იმ ნაცხროვამ, რომელიც ჩაბუდებულია განათლების სისტემაში. ამიტომ მე სიმართლე რო გითხრათ, დიდი ოპტიმიზმით არ ვარ გამსჭვალული, რომ აი ახლა ეს კადრები და ეს გამოკითხვები ახალგაზრდებზე რამე ეფექტს მოახდენს.
ესე იგი, მოდით ერთ რაიმეზე შევთანხმდეთ, მე გეთანხმებით, რომ დღეს იყვნენ გამოსული ახალგაზრდები, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე და თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით გადავხედავთ საწყის ეტაპზე რა მდგომარეობა იყო და დღეს რა მდგომარეობა, ვფიქრობ, რომ ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მეც მიწევს ყოველდღიური ურთიერთობა სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებთან და გეტყვით ერთ რაიმეს, რომ ისეთი კრიზისული სიტუაცია სტუდენტებთან მიმართებაში არ არის, რაც თქვენ თქვით, უფრო მეტი და უფრო სახიფათო ვითარება არის პროფესორ მასწავლებლებთან მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ არა, მე პროფესორ მასწავლებლებზე ვლაპარაკობ, მე სტუდენტები. არა, სტუდენტებთან არის, იმიტომ რომ ესეთი პროფესორ მასწავლებლები ყავს, ამაზე ვსაუბრობ. და მძევლებია ეს სტუდენტები, თორე სტუდენტებზე ჯოხს არავინ არ ამტრებს. ახალგაზრდები დღესაც იყვნენ გამოსული, მაგრამ არ არის ის რაოდენობა და ის სპექტრი, რაც იყო პირველ ეტაპზე. ბატონო დავით, აი მაგაში, ბოდიში ჩვენ გადაცემა არის საერთოდ ისეთი მონოტორული არ მინდა იყოს, რომ მარტო აი მე დროის პრობლემა არა გვაქვს, მაგაში შეგეკამათები და რატო? კი, რა თქმა უნდა, ეხლა რაც იყო ადრე გამოსულებისთან შედარებით არის ნაკლებო, მაგრამ მე მაგას ვერ უკავშირებ იმას, რომ ეხლა ვიღაცას გონება გაეხსნა. ნუ შეიძლება არის კი პროცენტულად ეხლა 5 შეიძლება 6%-მა მიხვდა რომ არასწორ გზაზე იყო, მაგრამ ძირითადი პრობლემა, ძირითადი მიზეზი იმისა რომ იმ რაოდენობის ახალგაზრდა არ გამოდის, ეს არის ის რომ დაინახეს რომ როგორც ეხლა ცხრები იმის გარეშე, თხის გარეშე, რომელსაც ფარას ხელმძღვანელობენ, გადაიჭեղება, ისე ხედავენ რომ ლიდერი არ არის. მილიონიც რო გამოვიდეს ქუჩაში, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ აყავს ამ პროცესებს ლიდერი. და ეს არის მიზეზი და არა ის რომ ეხა ვიღაცამ მიხვდა რომ რაღაცა სხვანაირ კი, რაღაცა რაოდენობით მიხვდა, მაგრამ დიდი მასა 95% იმიტომ არ გამოდის, რომ ხედავს რომ აზრი არ აქვს, გამოვლენ, მაინც უკან დაბრუნდებიან, არავითარი რეზულტატი არ აქვს, ამ ყველაფერს ლიდერია. ეს არის მიზეზი და არა რაღაცა სხვა რამე. მე ესე ვფიქრობ, არ ვიცი, იმიტომ რომ ეხლა იმას ნახდათ ვერ დავაბრალებ ამას, რომ რაღაცა ეხლა ვიღაცას აქ მასობრივად გონება გაეხსნა. არა, მასობრივად არა, ის 5-6%-იც მოგება არის სახელმწიფოსათვის, დანარჩენი არა 5-6% ის კი არ მე გეთაყვე 5-6% იმას კი არ მიხვდა რომ არასწორ გზაზე არის უფრო 5-6% მიხვდა იმას რომ აზრი არ აქვს და დანარჩენები თვლიან კიდევ რომ აი ტყილა გამოდიან უფრო ამას ვფიქრობ მე აი ძალიან მცირე რაოდენობა აი ახლა იქნება მან რომ ვინმე რაღაცა მიმხვდარიყო რომ ნაცმოძრაობა ცუდია და ხელისუფლება სწორ გზაზეა იმიტომ რომ ამათ იმხელა პრესში ამყოფებენ ამ ახალგაზრდებს თეატრში წავლენ ნაცებია კინოში წავლენ ნაცებია უნივერსიტეტში წავლენ ნაცებია ტელევიზიაში არის ნაცები და აი ესეთი პრესის შემხედვარე ჩვენ მარტო პროფესორ მასწავლებლებზე არ მინდა ჯოხი გადავტეხო აი ესეთ პრეს ვერავინ ვერ გაუძლებს მე თვითონ ვიცი მეც ყოფილი ვარ ახალგაზრდა კაცო და მეც მოგცეული ვარ მე მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და მეც მოვეკეცი რაღაცა აი ამ ტალღის ქვეშ რომ რაღაცა აი მაშინაც იყო ესე ანტირუსული განწყობები და რომ აი ყველაფერში რუსეთი ცუდია და რაღაცა და იყო ეს მე მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი კაცო და საერთოდ არც მეკითხებოდა რაღაცა მაშინ ის და ხედავთ რომ აი ეს პრესი არის საფუძველი იმისა რომ ვერავის გონება ვერ გაიხსნება. ბატონო ნიკოლოზ, კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა იმ რაოდენობრივ სიმცირეზე გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული პროცესები. ტრამპის განცხადებები რეალურად, რომელიც გაკეთდა, დიდად განსხვავებული არ არის იმ მოქმედებებისგან, რაცაც ჩვენ მიჩვეული ვართ უცხო სახელმწიფოებიდან. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ამას თავისი დატვირთვა ჰქონდა, ყველაფერი ის, რასაც თქვენ ამბობთ, ესეც რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი მიზეზი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არის მნიშვნელოვანი ნაწილი სტუდენტებისა, რომლებმაც გაიაზრეს ყველაფერი ის, რაშიდაც მონაწილეობდნენ და ისინი თავშეკავებული არიან უკვე ამ აქციებში მონაწილეობისაგან. ეხლა რაც შეეხება პროფესორ მასწავლებლებს, თუ რა ქმედებებს ახორციელებდნენ ისინი უნივერსიტეტის შიგნით და რა ქმედებებს ახორციელებდნენ ისინი ანტისახელმწიფოების უკვე უნივერსიტეტის გარეთ, ამის შესახებ მე ვფიქრობ, რომ აქ ინფორმაციები ქვეყნის შესაბამის სამსახურებს. თუ რატო არ რეაგირებენ, მათ შორის განათლების სამინისტრო, ჩემთვის ეს ყველაფერი უცნობია და ალბათ დღის წესრიგში დადგება ის საკითხი, რომ ამდენი უნივერსიტეტი საჭირო არ არის. თუ ამ ზოგადად ამ მიმართულებაზე სახელმწიფო არ წავა და იმ პროპაგანდისტებს, ესე იგი ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდისტებს არ ჩამოაცილებს აუდიტორიებს, აქ კიდე არ ვსაუბრობ ჩვენ ბევრ რაიმეზე, მაგრამ ერთ რამ უნდა ვიცოდეთ, რომ მე ვფიქრობ, რომ
აუდიტორიებში შესული პროფესორები ალბათ გარკვეულ ფსიქოლოგიურ ტესტებსაც უნდა გადიოდნენ, რამდენად ჯანმრთელები არიან ისინი, იმიტომ რომ არაჯანმრთელ ფსიქიკურად არაჯანმრთელ ადამიანს ვფიქრობ, რომ დადებითი ზეგავლენის მოხდენა ახალგაზრდობაზე არ შეუძლია. ძალიან ბევრი პრობლემებია, ეს მისახედია, მაგრამ რატომ არ ხდება ამის მიხედვით, ჩემთვის არ მოუდგენელი. აი არ ვიცი მე, ეს განათლების მინისტრი ხა ინდოეთში არის წასული. რა ვიცი ხა რას ეძებს იმ ინდოეთში? იმის მაგივრად ქვეყანაში ეხლა აი ბოდიში და ერთი წამი არ უნდა კონდეს ამოსუნთქვის საშუალება და უნდა იყოს საერთოდ როგორც პოლიტიკაში ხდება ძირეული ცვლილებები და ფაქტობრივად ჩვენ ჩასარეცხად ვამზადებთ ამ პარტიას, ისევე ჩასარეცხად უნდა მოვამზადოთ აი ეს ნაცხროვა, რომელიც ესე იგი აი ცხრის ესე იგი ფარაში რო გაუშვა მგლები, აი ესე მგლები გაუშვით ახალგაზრდებში. და არავინ არ ფიქრობს არც რეორგანიზაციაზე ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის, არც ჯავახიშვილის უნივერსიტეტის. ფაქტობრივად უნდა დაიწყოს ყველა უნივერსიტეტში რეორგანიზაცია, დაიწყოს ახალი რეფორმა. და ბოლონის სისტემიდან გამოსვლა, როდესაც მაგალითად ყველა ვინც სწავლობს, არ სწავლობს, ყველა ერთ დონეზე, ყველა ამთავრებს უნივერსიტეტს. და ამაზე ვიღაცამ, მე არ ვიცი, მარტო სტუდიებში მე თქვენ კიდევ რამდენიმე ადამიანი ლაპარაკობს და განათლების სამინისტრო რას აკეთებს, მაინტერესებს. ეხლა აი რო უყურებ ამ მინისტრს, ხო სიმართლე რო გითხრა, რაღაცა იცით რა არის, რაღაცა ესეთი განცდა მეუფლება, რომ ეს კაცი საერთოდ უცხო პლანეტელი მგონია, იცით? იმიტომ რომ აზრი არ არის რა ხდება ერთი წავიდეს სკოლაში წავიდეს უნივერსიტეტში მე თუ მომდის ეს ინფორმაციები რომ დედასაგინებენ ამ ქვეყანას ეს ისინი რა ქვია პროფესორ მასწავლებლები და გინდა მასწავლებლები ამას ეს ინფორმაცია ნეტა არ მისდის მაინტერესებს მაგრამ სად მივაღა თუ იქ ბოდიში და იყავი კაბინეტში და მასქენი რა ქვია თვილთვილად იყავი არ მოგივა ეს ყველაფერი და თქვენ მოგზდით თქვენ იცით მე ვიცი და ვერ გავიგე ამათმა არ იციან ეს ყველაფერი რაც ხდება აქ ამ სფეროში ესე იგი სანამ უმაღლეს სასწავლებლებში შემოვლენ ზოგადად და ვინ უნდა შემოვიდეს ისევ განათლების სამინისტრო ხო თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მთელი 50 წლის განმავლობაში სწორედ განათლების სამინისტრო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ობიექტი უცხო ქვეყნებისა და ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ალბათ დიდი გრანტები შემოვიდა განათლების სამინისტროში და ყველა ეს გრანტი მოხმარდა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ჯერ დასუსტებას და საბოლოო ჯამში ჩამოშლას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ჩამოშლილია, ის რომ გვაქვს საგანმანათლებლო პროცესი, თქვათ, უმაღლეს სასწავლებლებში, ეს არ არის ის პროცესი, რაც სახელმწიფოს უნდა კონდეს. მე ვერ ვხედავ სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესებას იმისათვის, რომ უნივერსიტეტები გამოყენებული იქნას, თქვათ, ქვეყნის ეროვნული საფრთხეების სისტემისათვის. ერთი მიმართულებით შეიძლება ამაში სახელმწიფო და ხელისუფლება გაამტყუნო, მაგრამ იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლებლებში, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გამტყუნების საფუძველიც შეიძლება არ არსებობდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანები, ვინც ამ სასწავლო პროცესებს წარმართავენ, პრაქტიკულად ისინი არიან პროგანწყობების, ანტისახელმწიფოებრივი განწყობების და მათ არასოდეს არ შეეძლებათ და არ შეუძლიათ, რომ სახელმწიფოებრივად იაზროდნენ და მონაწილეობდნენ ქვეყნის ეროვნული საფრთხეების სისტემის გამტკიცებაში. ამიტომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის განათლების სამინისტროს ან მთლიანად გაუქმება, რაღაც მცირე სტრუქტურის შექმნა და მერე ხელახლა ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად მე ვფიქრობ, რომ ერთეული არ არის, რომ ამ მამნებულ პროცესებს არ მოწევთ. მე გეთანხმებით ბატონო დავით გისმენთ თქვენი ხმა გაწყდა ხო რაღაც ინტერნეტის ის იყო რაღაცა პრობლემა და ხო თო მე გისმენთ მე გეთანხმებით ბატონო დავით რომ უნდა მოხდეს განათლების სამინისტროს მთლიანი გაუქმება იმიტომ რომ არ შეიძლება როდესაც მთლიანად მთელი სხეული არის აი არაჯანსაღი, როდესაც მაგალითად მთლიანად დამპალია ეს ყველაფერი, აი სისტემა არის დამპალი, აი ეს ან უნდა მოჭრა დამპალი ხე,
სახარებაშია ნათქვამი თვითონ რომ ისა რა ქვია დამპალხებს ცეცხლში აყრიანო ხო და არ შეიძლება როდესაც არ გამოვა ამისგან არაფერი რა ამისგან არაფერი არ გამო ახლიდან არის შესაქმნელი არ შეიძლება რომ ეხლა მაგალითად ჩამოყალიბებულს დასულ ადამიანს მაგალითად იმ პროფესორას რომელიც იქ იმყოფება ილიაუნში და ჯავახიშვილში იმათ ჩვენ რაღაცა შეუცვალოთ აზროვნება ჩვენ შეუცვალოთ და დარწმუნებულად შეუცვლით იმ ახალგაზრდებს რომლებიც შეცდენილი არიან ჩვენ არავითარ შემთხვევაში მე ახალგაზრდებზე რომ ლაპარაკობ არავითარი პრეტენზია მათ მიმართ არ აქვს პრეტენზიები მაქვს ჩვენ სისტემასთან რომელმაც ესეთი ახალგაზრდები ჩამოაყალიბა იმიტომ რომ შეიძლება რომ ახალგაზრდა იმ სოციუმში შეიყვანო და იმ სოციუმიდან მერე გამოიყვანო ნორმალური საბჭოთა ეპოქაში ეხა იმ ბნელ ეპოქას რო ეძახიან მორალურად სუფთა იყო საზოგადოება იყო ორიენტირებული ადამიანის სწავლაზე განათლებაზე სიზუფთავზე დღეს ყველაფერი ცუდზე არის ორიენტირებული იღებს ძალადობას ჩვენ დღეს ვიღებთ აი ამ სოციუმიდან ძალადობის პროპაგანდას და ყველაფერი რა ვიცი რაღაც საშინელებას და მე მგონი რა ვიცი ხა ტრამპისტები გახდნენ ზოგიერთები და თუ ტრამპისტი ხარ შედავლოცილო აქით რო დაწერ რაღაცას და მე დაწერ იქ ტრამპის განცხადებას და ამაყოფ იმითი რომ მე რო ამას ადრე ვამბობდი ეხა ტრამპი ამბობს რომ მოდი რა გააკეთე ეს შედარებას ტრამპმა გააუქმა განათლების სამინისტრო დაიწყო რეფორმა ეხა შენც გააკეთე ეს ხო თუ კი ვიღაცას ბაძავთ ბიჭო კარგში მივბაძოთ ხო იმიტომ რომ თქვენ მე მგონი მეთანხმებით იმაში რომ ამ განათლების სამინისტროდან არაფერი გამოვა და იმ პროფესორ მასწავლებლებისგან არაფერი გამოვა მე მგონი ახლიდან არის შესაქმნელი ყველაფერი ესე იგი ნახეთ რისი ერთად რა არის გასაკეთებელი თავიდან ბოლომდე არის თლიანად ამოსაძირკვი ის მავნე სისტემა რომელმაც პრაქტიკულად შეგვიქმნა ის პროდუქტი ახალგაზრდების სახით არა მეთანხმებით თუ არა რასაც ვამბობ უბრალოდ არ გეთანხმებით ამის გარეშე უბრალოდ არაფერი არ გამოვა ყველაფერი იწყება განათლებიდან თუ ეს უნდა დაიწყოს სასკოლო დონეზე უნდა დაიწყოს და შესაბამისად ყველა საფეხური უნდა იყოს ისე აწყობილი რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი ახალგაზრდები რომლებიც იქნებიან ქვეყნის განვითარებისათვის და ქვეყნის არა ეს ხო და აი ამ ზიტო სამინისტრო უნდა ახლიდან ჩამოყალიბდეს მე მგონი ხო ყველა ვარიანტი გასაუქმე არაერთხელ დავაფიქსირეთ აქაც და თითქმის ყველა ეთერში მას ვაფიქსირებ რომ სამინისტრო არის გასაუქმებელი იმიტომ რომ იქ რაიმეს გამოყოფა ესე მარტივად არ შეიძლება იმიტომ რომ 30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა დონეზე ისეთი პროგრამები შემოვიდა რომელმაც პრაქტიკულად გაანადგურა ის ძირითადი მიზანი რომელიც სახელმწიფოს უნდა კონდეს რომ ყავდეს მას მაღალი განვითარების მქონე ახალგაზრდები და სამწუხაროდ ეს არ არის აი დააგვერდით ნახეთ ნებისმიერი რეპეტიტორი იმდენად კარგად აქვს მოწყვლადობა შესწავლილი ჩვენი ესა რა ქვია საგამოცდო სისტემისა რომ საერთოდ შეიძლება 3-4 წელი ბავშვმა არაფერი არ გააკეთოს სკოლაში და 1 წლის განმავლობაში მოხდეს მისი მომზადება და ის მოვიდეს უმაღლეს სასწავლებელში. ესეთი ტიპის სტუდენტები ზოგადად არ უნდა ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, იმიტომ რომ ძნელია მათთან მუშაობა პირველ რიგში და ისინი ვერასოდეს ვერ ხდებიან პროდუქტი, ისეთი პროდუქტი, რომელიც სახელმწიფოს გამოადგება. ესე იგი, ყველა სისტემა მოშლილია აბსოლუტურად, ყველა საფეხური მოშლილია. არ არის სასკოლო სისტემა თავის დონეზე, შესაბამისად არც ბაკალავრიატი არ არის თავის დონეზე, ვერც სრულყოფილი ვერ იქნება მაგისტრატურა და ვერ იქნება თავისთავად. ეხლა მე რო ბატონო დავით, ეხლა მე რო ჩამაბარო ოპერის და ბალეტის თეატრი და რაც არ უნდა მაგარი გასამჯელო დამინიშტო ვერაფერს ვერ ვიზამ, იმიტომ რომ არ ვიცი ექსპერო. და ხალხი არის დილეტანტი ადამიანები, საერთოდ აი მე არ ვიცი ხა არ მინდა დასახელება უნივერსიტეტებისა. ესე იგი არაფერი ცოდნის მიღება არ ხდება, ესე იგი აი ეხლა აი რო უყურებ ამ ახალგაზრდებს გამოთაყვანებული სახეებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესენი მეწოდება, მე ამას იტრაგიზმით და ამას ვამბობ იმითი რომ ეს მწუხვარ და არ მიხარია. გამოთაყვანებული სახეებით აზროვნება, წერა-კითხვის უცოდინრები არიან. და ვინმე ამაზე პასუხი ხო უნდა აგოს, კაცო, გამოვიდნენ აქციებზე გამოდიოდნენ, გახსოვთ გახარიას დროს, მოგვეცით გვაკაიფეთო და ათასობით ახალგაზრდა გამოდიოდა, ხო გახსოვთ რა ეს აქციები. იმაზე არ გამოსულან, კაცო, დავით გარეჯზე არ გამოსულან, იმ ეროვნულ პატრიოტულ საკითხებზე გამოდიოდნენ ეხლაც გამოდიან ვინ? გამოდიან ფულგადახდილები, ესენი ხო დაფინანსებულები არიან, აგერ ამხელა ფინანსები წამოსულა მედიაზე, გამოქვეყნდა აგერ ის ზაუტაშვილმა 400.000 მიიღო, იმან რა ქვია ტუღუშმა მიიღო 200.000, ეს ჟურნალისტები, რომლებიც სახელმწიფო არხებზე მუშაობენ, გარდა იმისა, რომ ფულს იღებ სახელმწიფოსგან, აგერ დაფინანსებ. ანუ ეს ახალგაზრდებიც დაფინანსებულია იმაში, რაშიც ჩართულები არიან, ხო? ესე იგი ლეგალური გზები არის შექმნილი იმისთვის, რომ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი
პროპაგანდა მიმდინარეობდეს და უბრალოდ რა მაინტერესებს კიდე ერთი საკითხი არის აუცილებლად ჩვენთვის საინტერესო. ნახეთ, რა მარტივად და დაუსაბუთებლად თქვათ მიიღეს უცხო ქვეყნებმა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების შესახებ. რატო ვერ ახერხებს სახელმწიფო თქვათ ამ თანხების ბლოკირებას? მე ეს მაინტერესებს. რატო მიყვავს აქამდე ეს ვითარება, რომ ის თანხები, რომელიც ლეგალური ხაზებია შექმნილი იმისათვის, რომ დესტრუქცია მოხდეს საქართველოში და რატო ვერ ხდება თქვათ ამ თანხების შეჩერება? რა პრობლემა აქვს სახელმწიფოს, რომ დასაბუთებულად მოახდინოს დაყადაღება ამა თუ იმ თანხების იქიდან გამომდინარე, რომ ის ხმარდება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაზიანებას. ჩვენ ხო ამას წლების განმავლობაში ვუსმენთ. ჩვენ ხო უსმენთ ამას აქტიური დესტრუქციის პერიოდში, ხო? ბოლო 1 წელი რომ ვიენგარიშობ თქვათ, სხვა რამეს რო თავი დავანებო. ესე გამოდის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვსჯელობთ, ხელისუფლება ჩვენ გვეუბნება, რომ არის ეს პრობლემა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ამის აპირისპიროდ და შესაბამისად ის თანხები შემოდის. შემდეგ ეს ლეგალური გზით შემოსული თანხები პრაქტიკულად არალეგალურად ნაწილდება სხვადასხვა მისიებისათვის, შეიძლება ამ თანხას ჰქონდეს სხვა დანიშნულება და საბოლოო ჯამში ეს თანხა გამოიყენებოდეს მათ შორის სახელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის. ესე გამოდის, რომ არა მარტო უკვე საგანმანათლებლო სისტემაზე აღარა ვართ უკვე ამას დროებით რო თავი დავანებოთ. გამოდის, რომ სამართალდაოცავი სტრუქტურები და სპეცსამსახურები ამ პროცესებს ვერ აკონტროლებენ. ან შესაძლებელია აკონტროლებენ, ხელისუფლებას გააჩნია ინფორმაცია და ხელისუფლება სათანადოდ ვერ რეაგირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად შესაძლებელია, რომ ვისაუბროთ საბოტაჟის ნიშნებზე. ნუ აქ მეტი ნიშანი არ არსებობს. ამიტომ გამოსავალი არის ერთი, რაც არის გასაკეთებელი, ის რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ რა მოგვიტანა კოჰაბიტაციამ. რამდენჯერ აღმოჩნდა. მართლა რო ღმერთს იმედზე არ ვიყოთ, უბრალოდ თქვენ მე მგონი გესმით, ეხლა მე რასაც ვამბობ, რამდენჯერ აღმოჩნდა ქვეყანა კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობის წინააღმდეგ და რამდენჯერ გადავრჩით ამ საფრთხეს. ამის საფუძველი არის კოჰაბიტაცია. მე მესმის ძალიან ბევრი რაღაცა და ძალიან კარგად მესმის ჩემი ბექგრაუნდიდან გამომდინარე და მათ შორის მეცნიერული მუშაობიდან გამომდინარე, რა პრობლემებსაც ასახელებენ, რაღაც ვერ ხდებოდა, მაგრამ სისტემების ესე მოშიშვლება და ნაციონალური მოძრაობის, დანაშაულებრივი მოძრაობის წევრების ესე გაფეთიშება ყველა სტრუქტურაში, მათ შორის გადამწყვეტ თანამდებობაზე, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხდება, უბრალოდ ამის დაშვება არ შეიძლებოდა. რაღაცის შეჩერება შეიძლებოდა, რომ კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფოს ქონოდა პრევენციის დროული განხორციელების საშუალება. აბსოლუტურად ყველაფერი მოусმეთ, ეხაც მგონი ბევრს საუბრობთ და რეალური შედეგები არ დაგვიდგება იმის გამო, რომ არ არის რეალური მოქმედება. ნახეთ რა ხდება, ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საფრთხე განალებული არ არის. ძალა რომელზედაც ჩვენ საუბრობთ, დღენია და გიღვწის, როგორც პროპაგანდისტულად, ისე სხვადასხვა დანაშაულებრივი კავშირებით, რომელსაც სავარაუდოდ ისინი ახორციელებენ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას, სადაც ისინი თავაზობენ სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებს და გაერთიანებებს თავს იმისათვის, რომ გამოიყენონ და ეს გამოყენება მოხდება მხოლოდ ერთი რამის ხარჯზე, რომ კონსტიტუციური წყობილება ჩამოიქცეს საქართველოში და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. ახალგაზრდებსაც იგივეს ვეუბნები და ყველა ასაკის ადამიანს, რომ არც ერთ შემთხვევაში საქართველოში არც ერთ რევოლუციას, არც მშვიდობიანს და არც ისლის მიერს არ მოუტანია ისეთი მშვიდობა, რომელიც ქვეყნისთვის იქნებოდა და ამაზე ზოგადად თავიდან უნდა ამოვიგდოთ ეს ყველაფერი და აი კიდე ერთხელ უბრუნდები იმას, რაც თქვენ გულისკივილით აღნიშნეთ. აი როგორ შეიძლება ზოგადად აუდიტორიაში იყოს პროფესორი, მეცნიერი, თუ ის მეცნიერია და ის მოუწოდებდეს სტუდენტებს, რომ ის გამოვიდეს თავისი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო. მე არ ვსაუბრობ აქ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას. მე ვსაუბრობ, რომ ეს მასა ძირითადად მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ანტისახელისუფლებო ქმედებები. მე ბატონო. თქვენ სწორად ირჩევთ იმ პოზიციებს, მე ამაში გეთანხმებით, თესეო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილი და ილიას უნივერსიტეტი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ კატასტროფული მდგომარეობა არის კერძო უნივერსიტეტებში. აი იქაც ისეთი ბუდეები არის შექმნილი, თანახმდებადი ბუდეები განათლების სამინისტროთან, ეს არის ერთად შეკრული რაღაც რვა ფეხები, რომლებიც ანგრევენ სისტემას და დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი
უმაღლესი კერძო სასწავლებელი ქცეულია ეგრეთ წოდებულ ცეხად. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო დავით, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და იმედია რომ რაღაცა ამ კუთხითაც დაიძრება, იმიტომ რომ ჩვენ თითქმის ყველა გადაცემაში ვეხებით ამ განათლების სისტემას, იმიტომ რომ განათლების სისტემის ბრალი არის ყველაფერი უბედურება, რაც გვჭირს ყველა სფეროში და ამიტომ აი ეს ფესვებიდან თუ არ დაიწყო რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, თუ ფესვი დამპალია, ის ხე ნაყოფს არ მოგცემს შესაბამის და ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საძირკველიდანვე იმ ქვეყნის აშენება და საძირკველი არის ახლიდან ასაშენებელი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ხედავთ, რომ რა საძირკველი ჩაუყარა სააკაშვილმა, რომ ქვეყანას უზრდიან დღეს არა პატრიოტ, არა ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს, არამედ აგენტურას, არამედ უზრდიან სამშობლოს მოღალატეებს და ჩვენ სამწუხაროდ ბევრიც ვერ გადავარჩენთ, მაგრამ ვინც შეიძლება გადავარჩინოთ, ისინი მაინც უნდა გადავარჩინოთ რა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ერთი რამე არის, რომ ჩვენ მაინც აი ყველა თემა ასე რომ ლაპარაკობთ, მაინც განათლებისკენ მივდივართ, იმიტომ რომ აი ახლა როგორ შეიძლება განათლებისკენ არ მივიდეთ, როდესაც აი იმ კომისიაზე ჩვენ ვიხილეთ
საგამოძიებო კომისიაზე როგორი აღიარებები, როგორი დანაშაულებების შესახებ ინფორმაცია და იმის მაგივრად, რომ ამაზე ყოფილიყო ადეკვატური გამოხმაურება, რომ ხალხი გამოსულიყო მაგალითად ახალგაზრდობა და ეთქვა, რომ დასაჯეთ ციხეში ეს მოღალატები გამოვიდნენ, ეს იდიოტები და ამ გმირის სახელს იყენებენ სათავე. ანწუხელიძე გმირია, ვინი თქვა მე ანწუხელიძე ამ ნაციონალებმა შეიწირეს ანწუხელიძე. სხვათა შორის მამიდამისი გამოვიდა თქვა კიდევ ომი რო არ ყოფილიყო დღეს ჩემი გიორგი ცოცხალი იქნებოდა შესაძლებელი იყო რო არ ყოფილიყო თუ დაფიქრდებიან მშვიდობა გვირჩევნია თუ ეს სხვა მთავრობა მოვიდა არ იქნება კარგი და მშვიდობა გვინდა ყველას მაგალითად ჩვენ თუშებს ბევრებს ამ ასეთ აზრზეიან ჩვენი მთელი თუშობა სააკაშვილმა შეიწირა ანწუხელიძე და რომელაშვილები ტანკისტები სააკაშვილმა შეიწირა უამრავი გმირი რომლის სახელიც ეხლა რო დავიწყო ვერ დავამთავრებ და სააკაშვილმა შეიწირა ასევე ის უკრაინაში დაღუპული ქართველების პროპაგანდა რომელიც ამ ნაძირლებმა აწარმოეს ამის გამოც პასუხი უნდა აგონ ამათმა როდესაც გაიყვანეს ჩვენი ბიჭები და ჩარტერული რეისი რო უნდათ აქ თბილისი ხარკოვი თბილისი ლვოვი და თბილისიდან ლვოვში ჩაფრენილიყო პირდაპირ საუბრად ქართველობა მეგობრებო, აი ამაზე უნდა იყოს მსჯელობა. ეხლაც კიდე რაღაცა ტრეინინგები ტარდებაო, კაცო გავიგე იქა რაღაცა ეს დასავლური ფონდები. ფარულის შეხვედრები კონკრეტული მიზნებით და მედიისგან დამალული ორგანიზატორები. შეკრების მართვასა და ძალის გამოყენებაზე ტრენინგის მესამე დღე ბათუმში ისე დასრულდა, რომ ორგანიზატორები მედიასთან არ გამოჩენილან. ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული შეხვედრის მონაწილეებმა კი კითხვები დღესაც უპასუხოდ დატოვეს და ტრენინგის რეალური მოტივი დამალეს. შეგიძლიათ მიმართოთ ევროსაბჭოსთან დამთავრდებით ორგანიზატორების მიმართ. 4 ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციისთვის ბათუმში გამართული შეხვედრა იმის დასტურია, რომ Deep State-ი რადიკალებთან ერთად ახალ გეგმაზე მუშაობს და ახლა მის განხორციელებას ევროპული ფონდების დაფინანსებით ცდილობს. მართლა თქვენ უგონიათ, რომ ტრამპი ყოვლისშემძლეა ვიღაცა უყურებს, რომ ეხლა ესე აი ამ ამერიკაში პროცესებს, რომ ტრამპი ამ ჯოხს აიქნებს, ყველაფერ უბედურებას დაანგრევს და ეს ყველაფერი ჩვენზე არ აისახება. ტრამპმა წინა მმართველობის დროს ვერაფერი ვერ გააკეთა. იმ დაპირებებიდან რაც ჰქონდა, ვერაფერი ვერ ქნა ამ კაცმა. მე სიმართლე რო ვიტყვი, დიდი ოპტიმიზმით არც ახლა უყურებ ამ კაცს რა. რაღაცების ცვლილება დაიწყო, მაგრამ ხო იცით როგორ არის საქმე ბოლომდეა მისაყვანი. საქმე ლაპარაკის ნაცვლად, აი ბოლო რა იქნება, იმას შევხედოთ. და მოდი ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. ეს მოღალატეები დავსაჯოთ, რომლებმაც აი ეს აგვისტოს ომი წამოიწყეს, სწორედ საქართველოს გასანადგურებლად. მოდი აი ეს ხალხი დავსაჯოთ, ვინც ქუჩაში ერეკება ახალგაზრდებს და რაღაცა საშინელებებს გვაყურებინებ. ჩვენც დავიღალეთ ხალხო დაავადდა ხალხი უკვე აი ამის ყურებით. ჯანმრთელობა შეერყა. რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმი არ არის ეს 13 წელია ხელისუფლებაში, მაგრამ როდესაც ადამიანი უყურებ ამ უბედურებას, უყურებ ტელევიზორით, უყურებ ქუჩაში, უყურებ როგორ ხელიდან გეცლება შენ ახალგაზრდობა, ხო? ეს მოქმედებს კლავს ადამიანს. ამ მნიშვნელობა ტყვით მოკლავენ თუ მორალურად მოკლავენ, აი ესეთი მორალური ტერორი. მორალური ტერორს გვიწყობს დღეს ჩვენ აი ეს დასავლეთის აგენტურა. ამიტომ ამაზე აუცილებლად უნდა ნაბიჯები გადაიდგას, თორე ხვალ უკვე იქნება გვიანით, მეგობრებო. მე ამით მინდა დაგემშვიდობოთ ჩვენ ტრადიციულად შევხვდებით უკვე ხვალ ერთმანეთს საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ